დღეს ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ისევ შეეცდება ოპოზიციასთან პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებების გამართვას. მოქმედი ლიდერის მოწინააღმდეგეები ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას მოითხოვენ. მათ დაკავებული აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები. ანქვაბის მხარდამჭერებმა სოხუმში მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. დღის განმავლობაში ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე მიტინგი ერთდროულად იმართება. გუშინ ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ და ყველა კაბინეტი და სართული დაიკავეს. სამსახურში არ გამოდიან ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტის წევრები და თავად პრეზიდენტიც. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტი რიგარი შესწავლაზე შეიკრიბა. ოპოზიციის მოთხოვნით დღის წესრიგში ის საკითხები უნდა განიხილათ, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა, მაგრამ თითქმის 2 საათიანი სხდომის შემდეგ დეპუტატებმა დაპირისპირებულ მხარეებს მხოლოდ დიალოგისკენ მოუწოდეს. კომპრომისის გამოსაძებნად რესპუბლიკაში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა. აფხაზეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ხელისუფლების ორგანოების მუშაობა პარალიზებულია. სახელმწიფო ტელევიზიას ოპოზიცია აკონტროლებს.